ახლა ისევ ნებათა ხელვა გველოდება, რადგან რინგს ვუთმობ სტეფანეს და მაიას გუნდის წყვილს. წლის ნინი საოცრად თავდაჯერებული წარსდგა ბრმა კასტინგზე მწვრთნელების წინაშე და 4-ვე მოაბრუნა. მან სტეფანეს და მაიას გუნდში ყოფნა აირჩია. მე შენ უკვე მიყვარხარ. და ჩვენ მიყვარხარ. ნუკრი ბავშვთა სახლში გაიზარდა და მისთვის არც გამარჯვება და არც დამარცხება უცხო არ არის. მისი ოცნება თავისი ხმა მიაწვინოს მთელ საქართველოს ბრმა კასტინგზე უკვე ახდა და სტეფანეს და მაიას გუნდში ლიდერად ჩაეწერა. გილოცავთ? ჩვენ გადავწყვიტეთ ესეთი სიმღერა დორსების Light My Fire. ოღონდ სხვანაირი ინტერპრეტაციით, სადაც აი ეს ყველაფერი რაც კი გაქვთ, მომგებიანი და საჩვენებელი, რისი თქმაც გინდათ, აი ყველაფერს ჩავდებთ იმ სიმღერაში. თქვენი სახით ცეცხლოვან დიდ შოუს ველოდებით. ძალიან სანახაობრივი. ორი სხვადასხვა მიდგომა, ერთი ძალიან მაგარი კომპოზიციისადმი. ჩვენ ხალხს შევპირდით, რომ იქნება შოუ და თუ შოუა, მაშინ უნდა იყოს ძალები თანაბარი. ანუ ეს იქნება ორი დიდი, ძლიერი სხვადასხვა პლანეტიდან ატომი, რომელიც დაეჯახება ერთმანეთს და შოუ იქნება სერიოზული და ესეც გაანაწყენებს ადამიანებს. ჩვენ გვინდა რომ ტემპერატურა იყოს მაღალი სცენაზე და არ ვიცი მოკლედ რა მოხდება, მაგრამ ძალიან ნერვიულად სიმართლე ვიმყოფ. არის ძალიან ლამაზი გოგო და ძალიან ძლიერი. და ძალიან მიხარია რომ ასეთი კონკურენტი შემხვდა. რაც უფრო ძლიერებში გამოხვალ და თუ ძლიერებში გაიმარჯვე, ესე იგი უფრო მეტად ძლიერი ხარით ეს სიტყვა. სიმღერა რომელსაც მღერი მომწონს მართალია, ჩემი სტილი არ არის, განსხვავებული სტილია, მაგრამ ნუ პროექტს ალბათ ისე სჭირდება და ამიტომ თვითონ დორსები ძალიან მიყვარს. მაგრამ მე არასდროს არ მიმღერია ესეთი სტილი და ამიტომ პირველი გამოცდილებაა ჩემთვის. ვიღაცა შეიძლება ნინის შესრულება მოეწონოს, ვიღაცა შეიძლება ჩემი. ხო, ეხლა ნუკრის ფრაზები გამოვტოვეთ, თქვენთან ზუსტად შენიშნა არ გვაქვს, ეს ისეთი სიმღერა უნდა გვაპატიოთ, რომელიც როიალზე არ იყვრება და ფიქტიურად არ გამოდის. შესაბამისად ამ ნომერს ეს არშო რას აკეთებ ეხლა? ეს არაფერი არ იყო რუსამ ერთმანეთს. იმიტომ რომ როიალთან ეს არ არის ეფექტური. არ არის ეფექტური და პრინციპში დამუშავებული გვაქვს ეს სიმღერა და მე შენიშვნები არ მაქვს არაფერი. სოლო უნდა იყოს მოკლე, აი ესეთი უნდა და გადავიდეს. გაიგეთ ბავშვებო, ეგრე გადადის. დუნდუნ, ეგ არის ლინკი იმისი, რომ ეგრევე გადახვიდე იმ. აუ მე მიკროფონებზე ვნერვიულობ ძალიან. ხო დავუწყე. დურუმ და მე you never better be but true. ხო, განახებ. კაი, დავიწყე. ლოგიკურად მიხვდები იმას, მიიღებით. ძლიერი კონკურენტია, იმიტომ რომ ძალიან განსხვავებული ტიპაჟები ვართ და ესე ვერ ვიტყვი, ანუ ძალიან კარგი მომღერალია, ძალიან ნიჭიერი და ასე ვთქვათ, ძლიერი კონკურენტი მყავს გვერდზე. ფონდა ვიბრძოლებ, რომ ჩემი ყველაზე კარგი თვისებები გამოვავლინო. მე ძალიან მინდა რომ გავიმარჯვო ყველას უნდა ალბათ, მაგრამ ნამდვილად წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვი.
მე უშვებ იმ შანსს, რომ შეიძლება ნინი მომიგოს. იმიტომ რომ ძლიერი კონკურენტია. 50-50. რინგზე საომრად მოემართება ნინი ცნობილაძე. მისი მეტოქე ნუკრი მენთესაშვილი. ნუკრი. რინგი იწყება. აბა მოიცა? You know that it will be untrue. If I wanna say it to you, boy, we couldn't get much higher. Come on, baby, light my fire. Come on, baby, light my fire. Try to set a night on fire. Time will hesitate you through. No time to wallow in the mire. Trying to wiki only lose. All the love will come and feed empire. Come on, baby, light my fire. Come on, baby, light my fire. Try to sing the fire. It will be untrue. You know it's all won't be a liar. If I wanna say it to you, baby, girl, we couldn't get much higher. Come on, baby, light my fire. Come on, baby, light my fire. And you come on, baby, light my fire. Come on, baby, light my fire. Baby, light my fire. Come on, baby, light my fire. Come on, baby, light my fire. Yeah. Total rock and roll. Nukri Mentesashvili და ნინი ცნობილაძე. სტეფანეს და მაიას წყვილია ეს და შესაბამისად მათ უნდა გამოიტანონ განაჩენი, მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, ვინ წავა სახლში და ვინ დარჩება ლაივ შოუებისთვის. მანამდე მე მინდა აზრი ვთხოვო დათოს. დათო. ჩვენ ხო შევთანხმდით ამ. არა, იცი როგორი სიტუაცია არის, რომ აქ მართლა ვიძახი მე შესაძლებელი. მოკლედ, ეხა ესეთი სიტუაცია, მე ყველა ჩემი კოლეგისგან აუცილებლად მეგობრულად ვითხოვ აზრს, რჩევას, ობიექტურს, არა ობიექტურს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ვალდებულად მინდა მეგობრულად გთხოვოთ, რომ მითხრათ თქვენი აზრი იქიდან გამომდინარე. ჩვენთვის ბევრად სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ანუ აზრები გვაქვს ჩვენ გაყოფილი. უნდა მითხრათ. თუ გინდა იქიდან დაიწყონ და მე შენ. აქ გავაჟღერებ ეხლა რომ ყველასთვის იყოს ეს ცნობილი. ეს ერთი შემთხვევაა. როდესაც ვიყავით ერთ აზრზე და რამდენიმე დღეა გაიყო ჩვენი აზრები რადიკალურად სხვადასხვა პოზიციაზე. მაშინ მოდი თანამიმდევრობით მოვისმინოთ მწვრთნელების აზრები და დავიწყოთ მე რა. იცი რა, ძალიან ხამათი დაუჯერეს და არ ამგონია. მე ვფიქრობ ამ იმაში ამ პროექტში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ისეთი ნომერია ნამდვილად რა და დიდი მადლობა თქვენ პირველ რიგში ამისთვის და თქვენს რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენ ბრძანდებით. აბსოლუტურად ერთნაირი შეფასება შემილია ჩემგან მოგცეთ და უბრალოდ მე გადავიხრებოდი დღეს ნუკრისკენ იცით რომ დღეს მე ვფიქრობ აი ესეთი სახე ჭირდება დღეს ყველაფერს კი გამიჯერე შენი აზრიც გვაინტერესებს დიდი მადლობა პირველ რიგში
არაჩვეულებრივი ძალიან საინტერესო ნამუშევარი იყო, მაგრამ მე ამ შემთხვევაში ნინისკენ გადავიხდი, რომ რატო რახას ეხრია, რაშია საქმე. რატომ მივეხმარეთ სტეფანეს და რა თქმა უნდა, შეიძლება ვრცელვადიან პერსპექტივაში შენ დაინახო, რომ ნუკრი არის გაცილებით უფრო ისეთი SMS ლიდერი, შენ გიყვარს ხოლმე ამ ტერმინის გამოყენება და ისეთ და ძალიან მაგარი, აი ძალიან მაგარია. და აი უმაგრესი ვიღაცები ყავს ორივე და შეიძლება მე ოდნავ როგორც ვოკალის მხრივ და როგორც ოდნავ ნინისკენ ვიხრები და აქედან გამომდინარე ძალიან რთულია რომ ეხლა შენი გადასაწყვეტი მე ერთ რამეს გეტყვი აი შენ ერთ შეკითხვას დაგისვავ შენ სტოპას რომ თქვათ ეს ორი აი ესეთი შემთხვევაა ხო ორი აი ამ ჟანრში შენ რომელი უფრო მოგწონს ალბათ აი ის უნდა ხვდები ან რატომ გაანაწილეთ ეს რომ აი ეს ორი მხარეულის სხვადასხვა სამყაროა ერთ-ერთი. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს არ ვეთანხმებოდეთ. სტეფანეც ბოლომდე ხვდება ჩემს სიმართლეს და მეც ბოლომდე ხვდები სტეფანეს სიმართლეს. მე მივხვდი, უბრალოდ მე მინდა ვთქვა ნუკრის ნამღერში რა დავიჭირე. რა დავიჭირე, იცი? მე ამ დუეტის აი ამ მიმართულებაში, რასაც ახლა თქვენ უსმენდით, მე დავიჭირე ის რაც აუცილებელია სიმშვიდე. გასაგები დაუჯერეთ რა კაცის სიძახის და დაუჯერეთ გასაგებია ანა უბრალოდ აქ არის შემთხვევა როდესაც ჩვენ 5 დღეა შეიძლება ერთი კვირაა არა ჯერ ნუ აწევ შეიძლება სულ სხვა რაღაც მოხდეს ამიტომ ტყუილად ხარ მომზადებული ბოდიშს ვიხდი ყველასთან ჩვენ რამდენიმე დღეა მე მართლა ფიზიკურად ვარ ცუდად ამ დუეტის გამო მე მართლა მაქვს წნევები ამ დუეტის გამო მე მგონია რომ ჯანმრთელობას ვიზიანებ მე ვნანობ რომ ამ შუაში ვარ ამ დუეტის გამო ანუ ჩემთვის ნინი მასალა ძალიან სერიოზული შესაქმნელად და წინ წასასვლელად და საინტერესო რაღაცების გასაკეთებლად ნუკრი არის სოციალური პროექტი რომელიც ასევე ძალიან ჭირდება ქვეყანას და აბსოლუტურად ძალები არის თანაბარი მაგრამ მე ვიხედები წინ შესაბამისად მე ჩემი მოსაზრება მაქვს მაიას თავისი მაგრამ მე ამ შემთხვევაში იქიდან გამომდინარე რომ ვიცი რომ რადიკალიზმი მოხდება და ჩემთვისაც საბედის წეროა იმიტომ რომ მაიამ ეს იცის მაიამ ძალიან კარგად იცის რაშია საქმე ალბათ მაია გადაწყვეტავს, იმიტომ რომ მე ვეთიშები გადაწყვეტილებას ამ შემთხვევაში. მაია, ველოდები ჩემს პასუხს. ნინის აქვს არაჩვეულებრივი მონაცემები. ფანტასტიკური მომღერალია, საოცრად უცხო ხმა. ნუკრის აქვს ის მომენტი, რომ არის სახალხო გმირი, რაღაცნაირი თავისუფალი ტიპი, რომელსაც თავისებური სიყვარული აქვს მუსიკას. მაგრამ ეს არის პოპ პროექტი. ეს არის პოპ პროექტი. პლუსი არის, აი აქაც არის უზარმაზარი პლუსების კორიანტელი და აქაც და არ ვიცი, დამაკისებთ ამ პასუხისმგებლობას ესე მე ვერ გავწირავ. ნამდვილად ამ შოუს პლუსიც მგონი ეს არის რომ ყველა ძალიან კარგად მღერის და დუეტები და ჩემი აზრით კიდე აი მთელი კონკურსანტებიდან ხო მხოლოდ ერთადერთ ადამიანში ვხედავ voice-ის ზოგადად მოგებულ ადამიანს და ეს არის ნუკრი ჩემი აზრით ხდები აი ესე ვხედავ მე შეიძლება ვხდებოდე ანუ გამოვაცხადო გამარჯვებული არა, მე ვამბობ და ვამართლებ ჩემ პოზიციას. ეხა სტეფანი არაფერი არ თქვა გაჩვენე. მე ვიცი ჩემი გძელვადიანი ის გეგმები, ეს უკავშირდება აუცილებლად ნინის. მე ჩემი ხელით ვერ ვიზავ. ორივე რომ ყოლოდა ძალიან მაგარი იქნებოდა, მაგრამ არ ყვა, გვინდოდა რომ შოუ გაგვეკეთებია და აი თქვენ შოუ, მაგრამ კარგი ადამიანი გასტაელოდება. მაგრამ მაიამ უნდა გადაწყვიტოს. ეხლა შეგიძლიათ მიაწვეთ მაიას იმიტომ რომ სასიცოცხლოდ ჩემთვის მნიშვნელოვანია და ამიტომ გადაწყვიტოს მაიამ. აუ მიიღე გეუბნება კაცი გითხოვ ასპარეს თქვი და ძალიან უჭირთ გადაწყვეტილების მიღება და შევდივარ მათ მდგომარეობაში. გაისტებ, მაშინ შენ გამოაცხადე. ჩემი გადაწყვეტილება იქნება საბოლოო პროექტში დარჩება ნინი. ნინი ცნობილად. ორე. შენ ჯერ კარჩი ჩვენთან ერთად ჯერ არ გაგიშვები. ყველაზე მაგარი კაცი. რა წარმატებები მინისტრ. მოდია. მოდი. კილოცა მინი. აი მე
რამდენი მანერვი. მართლა ძალიან მესმის მაიასი და სტეფანესი, იმიტომ რომ რადიკალურად განსხვავებულები ვიყავით ორივენი და რამდენადაც მიხარია ჩემი გამარჯვება, იმდენად მწყინს, რომ ესეთი ძლიერი კონკურენტი, როგორიც მყავდა ნუკრი, დაკარგა პროექტმა. კიდევ ერთხელ მივესალმოთ და გავაცილოთ ნუკრი მენდესაშვილი. მადლობა შენ ნუკრი. მადლობა შენ. Bravo! ცოტანი ხარ რა. ცოტანი რაც ავართ ესა ვარ. გული არ დამწყდა. ნუ ყველა თავის გზა იყო.